არანაირი ნატო და უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინა საკუთარი ნებით თმობს იმ ტერიტორიებს, რომელსაც ახლა თვითონ აკონტროლებს. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით ტრამპი ზელენსკის ჩხუბის მერე ფაქტობრივად ჩაწყრანდა მისი მშვიდობისკენ სწრაფვა. მეტიც ისე ჩანდა, რომ თითქოს მალე ის უკრაინას საერთოდ ფეხებზე დაიკიდებდა და დახმარებიდანაც ჩაეხსნებოდა. თუმცა ის საკმაოდ ჭკვიანი ბიზნესმენია და გადაწყვიტა სამხედრო ინვენტარი მიეყიდა ევროპისთვის და ევროპას თავის მხრივ გადაეცა ის უკრაინისთვის. ვერაფერს იტყვი გენიალური გეგმა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მეტიც ტრამპი და პუტინი როცა შეხვდნენ 2025 წლის 15 აგვისტოს ალასკაში სამხედრო ბაზაზე თითქოს და ამ შეხვედრამაც ვერაფერი შედეგი ვერ დადო. მეტიც გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაზე საკუთარ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე უფრო ისაუბრეს, ვიდრე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე. თუმცა საკმაოდ დიდი პომპეზურობით კი გამოირჩეოდა, იქ იყო მაგალითად წარმოდგენილი F-22-ის გამანადგურებლები, B2 ტიპის ბომბდამშენები და სხვადასხვა სამხედრო თვითმფრინავები აქტიურად დაფრინავდნენ ცაზე, როდესაც ტრამპი და პუტინი ხვდებოდნენ პირველად ერთმანეთს. ტრამპს ეს სანახაობა პუტინმა ნამდვილად დაუფასა, იმიტომ რომ ის საკუთარ ქვეყანაში დაპატიჟა, თუმცა ჯერჯერობით ეს შეხვედრა არ მომხდარა. სავარაუდოდ თუ დამთავრდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მერე ნამდვილად ეწევა ტრამპი რუსეთს. თითქოს პროცესები ისე მიდიოდა, რომ ომი გრძელდებოდა და საუბრებით შეწყდა ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია აქტიურად მუშაობდნენ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. ახლა კი მოდი ერთად გავიაროთ, თუ რა ხელშეკრულებაზეა საუბარი და ეს ხელშეკრულება რამდენად მძიმე იქნება უკრაინისთვის როგორც სახელმწიფოსთვის. 20 ნოემბერს ამერიკულ მედია გამოცემა Axios-ზე გამოქვეყნდა 28 პუნქტიანი უკრაინის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურა, რომ იყო ავთენტური როგორც ამერიკელმა, ისე უკრაინულმა ოფიციალურმა პირებმა. ხოლო შემდეგ დღეს 21 ნოემბერს ზელენსკიმ ჩაწერა მიმართვა 10 წუთიანი უკრაინის მოსახლეობისადმი, სადაც გააკეთა შემდეგი აქცენტი, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს უკრაინას. ან ერთის მხრივ ეს უნდა იყოს თავარი პარტნიორის დაკარგვა, ან მეორეს მხრივ ძალიან мძიმე ზამთარი უკრაინისთვის. Მოდი ვნახოთ ეს ვიდეო და შემდეგ გავაგრძელოთ საუბар. Зараз один з найважчих моментів нашої історії. Може опинитися перед дуже складним вибором. Або втрата гідності, або ризик втрати ключового партнера. Або складні 28 пунктів, або вкрай важка зима. Найважче და подальші ризики. სანამ კონკრეტულად გეგმის განხილვაზე გადავალ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საერთოდ როგორი იქნებოდა ხელშეკრულება და ვის დაებადა საერთოდ თავში, რომ ეს გეგმა შეედგინა. მათ კი ვახსენე, რომ რუსეთ-ამერიკის მუშაობის შედეგად შეიქმნა ეს გეგმა, მაგრამ საერთოდ საიდან მოვიდა, ხო? პირველი გეგმა და პირველადი ვერსია 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს სტივ უტკოფის, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში და ჯერედ კუშნერის მიერ იქნა შედგენილი, როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ საუდის არაბეთიდან მაიამისკენ. შეხვედრა იყო კირილ დმიტრიევთან, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელთან. სწორედ თვითმფრინავში ფრენის დროს მათ შეაჯამეს იდეები და დაწერეს 28 პუნქტიანი დოკუმენტი, როგორც ცნობილი არის, რომელიც მოიცავდა ტერიტორიულ დათმობებს და სხვადასხვა საკითხებს, რასაც ძალიან მალე ერთად გავივლი. ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ფედერაციამ, კონკრეტულად დმიტრიევმა, მოიწონა ეს ხელშეკრულება და მედიასთან ისიც კი განაცხადა, რომ საკმაოდ პოზიტიურად იყო განწყობილი ამ ხელშეკრულების თემაზე და რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა მალე შეთანხმებას მიაღწევდა. სწორედ აი ამის ფონზე 12 ნოემბერს უტკოფმა და კუშნერმა დოკუმენტი ტელეფონით წარუდგინეს პრეზიდენტ ზელენსკის. საუბარი მიმდინარეობდა სხვათა შორის სპიკერფონით და ეს ხელშეკრულება, როცა გაიგო უკრაინის მთავრობამ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთის მხრივ მას კარტები აღარ ჰქონდა, როგორც ტრამპმა უთხრა ზელენსკის ოვალურ ოფისში ჩხუბის მომენტში. მეორეს მხრივ საკმაოდ დიდ დათმობებზე მოუწევდა ამ ხელშეკრულებით და ამ გეგმით წასვლა უკრაინას. ახლა მოდი ვნახოთ რა პუნქტებზე არის საუბარი. მე ამ ვიდეოში ყურადღებას გამოვახვილებ ისეთ პუნქტებზე, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მართლა რეალურ საკითხებს ეხება. პირველ რიგში ეს არის ტერიტორიები. რუსეთის სრულ სუვერენიტეტში გადადის ამ შეთანხმების მიხედვით მთელი ყირიმი, მთელი დონეცკის რეგიონი, მთელი ლუგანსკის რეგიონი და ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებული ნაწილები. დანარჩენი, რაც რუსეთს არ აქვს აღებული ზაპოროჟიესში და ხერსონში, იყინება ფრონტი და საზღვარი ევლება ზუსტად ამ ბრძოლის ხაზზე, რაც არის ეხლა ამ მოცემულობაში.
თუ დაიდო რა თქმა უნდა შეთანხმება. ეს იქნება ასე ვთქვათ გაყინული ტერიტორიები. გარდა ამისა შეიქმნება დემილიტარიზებული ბუფერული ზონა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ტრაგიკული პუნქტი არის უკრაინისთვის. დონეცკის რეგიონის ის ნაწილი, რომელსაც დღეს უკრაინა აკონტროლებს, როგორც არის სლოვიანსკი, კრამატორსკი, დრუშკივკა, კონსტანტინოვკა და ასე შემდეგ, უკრაინა ვალდებულია გაიყვანოს საკუთარი ჯარები ამ ტერიტორიებიდან და გადაცეს ეს რუსეთის ფედერაციას. რუსეთის ფედერაცია მართალია ამ შეთანხმების მიხედვით იქ ჯარს ვერ შეიყვანს, თუმცა ის de-facto გამოცხადება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ხოლო ამას აღიარებს de-facto ამერიკის შეერთებული შტატებიც კი. შესაბამისად, ეს ერთის მხრივ საერთაშორისო სამართალზე მან ხო საუბარი არ არის და უბრალოდ მან მინდა აღვნიშნოს ის ფაქტორი, რომ თვალსა და ხელშუა იცვლება საერთაშორისო სამართლის ნორმები. ვინ ვისთან შევარდება და ვინ ვის რა ტერიტორიას გამოსტაცებს, უკვე არავინ აღარ იცის. და სამწუხაროდ ეგეთი დრო მოვიდა. ერთის მხრივ ეს არის შესაძლებლობების ეპოქა საქართველოსთვის, მათ შორის, მეორე მხრივ ეს არის ძალიან დიდი რისკი ეპოქა. ეხლა კიდე გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხზე. უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ის აღარასოდეს შეუერთდება ნატოს. თავად ნატო კი გაუქმეს იმ ხარტიას, რომლის თანახმადაც უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი მომავალში გახდება. ნატო უკრაინაში უარს იტყვის საკუთარი ჯარისკაცების განლაგებაზე. რეალურად ტრაგედია, როდესაც ეს ომი დიდწილად იმიტომ დაიწყო, რომ ნატო პოტენციურად ფართოვდებოდა აღმოსავლეთით. ეს დაადასტურა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მაგალითად მარკ რუტემ, ასევე ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ასევე ნატოსი სტოლტენბერგმა. მოდი ვნახოთ მისი ვიდეო და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. President Putin declared in the autumn of 2021, and he actually sent a draft treaty that he wanted NATO to sign, to promise no more NATO enlargement. That was a precondition for not invade Ukraine. Of course, we didn't sign that. ანუ საბოლოოდ ვიგებთ იმას, რომ ნატოს ოფიციალური უარი, რომ ეთქვა უკრაინისთვის მის ორგანიზაციაში გაწევრიანებაში, პოტენციურად ამ ომს და ამ სისხლისღვრელ ომს ავიცილებდით თავიდან. რაც ნატომ არ გააკეთა და საბოლოო ჯამში საპირისპირო შედეგი დადგა. საპირისპირო გულისხმობ იმას, რომ ნატოში მაინც ვეღარ შევა უკრაინა და იქ ხელშეკრულება პოტენციურად იდება და ამაზე მზადყოფნა უკვე გამოხატა ფაქტობრივად ზელენსკიმ, ამერიკის შეერთებული შტატებმა ხო გამოხატა და რუსეთის ფედერაციამ. შესაბამისად, საერთოდ უტოპიური გამოდის ეს ომი, რაც ეხლა მძვინვარებს უკრაინაში. გარდა ამისა, როდესაც ეს ევროპელებმა გაიგეს, რომ ეს შეთანხმება პოტენციურად შეიძლება დაიდოს, მათაც შექმნეს საკუთარი გეგმა. დიდად ეს ჩემთვის საინტერესო არ არის, იმიტომ რომ ყველა სასაცილოდ უყურებს ამ გეგმას. რუსეთი უკვე გამოვიდა და თქვა, რომ ეს გეგმა მათთვის მიუღებელია. მარკ რუტეს 23 ნოემბერს როცა კითხეს, რომ ისი თუ არა ამ გეგმის შესახებო, მან თქვა უარი, იუარა, რომ საერთოდ არ გამიგია მსგავსი გეგმის შესახებო. ეს გეგმა შეადგინა საფრანგეთმა, გერმანიამ და ინგლისის ქვეყნებმა. სახელმწიფოებმა და წერია შემდეგი რაღაცა, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაწყვეტა მოხდება მხოლოდ მათ შემდეგ, რაც ოფიციალურად მოხდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რაც რუსეთისთვის თავიდანვე მიუღებელია და ამერიკის მხარემ ეს იცის თუ არ იცის და მარკო რუბიომ რამდენად იცოდა ეს ხელშეკრულება, მე არ ვიცი, თუმცა მან ერთი მნიშვნელოვანი რაღაც არის, ან დასცინიან ამერიკელები ევროპელებს, ან მართლა ისე ფეხებზე კიდიათ ევროპელების აზრი, რომ მათ განცხადებასაც აღარ უყურებენ. გარდა ამისა, ევროპის გეგმაში ასევე წერია ის, რომ ნატოში შესვლა არის ნატოს წევრი ქვეყნების კონსენსუსის შედეგი. შესაბამისად, ვინაიდან კონსენსუსი არ არსებობს, იმის საფრთხეც არ არსებობს, რომ უკრაინა შევა ნატოში. თუმცა ოფიციალური შეთანხმება იმის შესახებ, რომ უკრაინა ვერასდროს ვერ შევა ნატოში, მაგას ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან გასაგებია, რომ ეს იქნება უპრეცედენტო დარტყმა რეალურად ნატოსთვის, იმიტომ რომ ის ოფიციალურად აღიარებს, რომ აღმოსავლეთით აღარ ფართოვდება, ეს პოტენციურად და აუცილებლად გაზრდის რუსეთის ძალაუფლებას აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და მათ შორის საქართველოშიც ეგრე მოხდება. სამწუხაროდ ეგეთი მოცემულობა დგება ჩვენს თავს. ახლა მოდი გადავიდეთ რა მოხდა მას შემდეგ, რასაც გასაჯაროვდა ეს კონკრეტული გეგმა. გეგმის გამოქვეყნებას ბუნებრივია მოყვა საკუთარი რეაქციები. და ეს რეაქციები იყო შემდეგი, რომ პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებსა და უკრაინის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა ჟენევაში, სადაც მონაწილეები იყვნენ შემდეგი ხალხი: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამერიკის მხრიდან, ასევე სტივ უტკოფი, რომელიც არის სპეციალური წარმომადგენელი ტრამპის უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ, ასევე იყვნენ უკრაინის მხრიდან ანდრეი იერმარკი, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და რუსტემ უმეროვი თავდაცვის მინისტრი. შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიო გამოვიდა და თქვა ესეთი რაღაცა: დღევანდელი დღე იყო ყველაზე პროდუქტიული რუსეთ-უკრაინის მშვიდობის მოლაპარაკებებში.
ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ პოტენციურად ძალიან ახლოსა ვართ, რომ დაიდოს რუსეთ-უკრაინის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც შეწყვეტ ამ ომს და კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს ორივე ქვეყანას და კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. ამასთან ტრამპი საკუთარ სტიქიაშია და აქვეყნეს პოსტს 24 ნოემბერს. ნუ თუ მართლა შესაძლებელია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდი პროგრესის მიღწევა. ეს იყო კითხვა, რომელიც ტრამპმა დასვა რიტორიკულად და ამ პოსტის ბოლოს დასცენ შემდეგ რაღაცას, რომ რაღაც ძალიან კარგი შეიძლება მოხდესო. ამას ძალიან მალე გავიგებთ, მოხდება თუ არა ეს ძალიან კარგი. თუმცა ერთი რამე ფაქტი არის. ეს ომი დაიწყო იმიტომ, რომ ნატოში გაწევრიანებულიყო უკრაინა. რაც საბოლოო ჯამში ვეღარ მიიღწევა და ეს ოფიციალურად ფაქტობრივად დაადასტურა ძალიან ბევრმა ადამიანმა და ეს გეგმაც ამის კონკრეტული დასტური არის. მეცაც ვიტყვი, ევროპის გეგმაშიც კი წერია ის, რომ კონსენსუსი არ არსებობს ნატოში გაწევრიანების უკრაინის შესაბამისად უკრაინა ვერ გაწევრიანდება მაგ სტრუქტურაში. უკრაინამ მიიღო უზარმაზარი ზიანი. ოფიციალურად დაკარგავს ტერიტორიებს, თუ ეს ხელშეკრულება შედგა და დიდი ალბათობით შედგება, თუმცა მაინც უნდა დაველოდოთ განვითარებულ მოვლენებს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური მოცემულობა დღევანდელ მსოფლიოში. თუმცა ის, რომ მან ტერიტორიები დაკარგა, ის, რომ მან უზარმაზარი რაოდენობის ხალხი დაკარგა და ის, რომ მან ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო, ეს არის უკვე ფაქტი. ალბათ კითხვას დამისვეთ, რომ რა პოტენციურად რა შეიძლება გაეკეთებინა უკრაინას, რომ ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინა. სწორედ აი აქ უნდა გადავიდეთ უკრაინის ფატალურ შეცდომაზე, რომელიც მოხდა 2022 წლის მარტილ-აპრილში. ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, როდესაც სტამბოლში იმართებოდა საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებები და მხარეები ძალიან ახლოს იყვნენ კონკრეტულ შეთანხმებასთან. მეტიც არესტოვიჩი იმასაც კი ამბობდა, რომ შამპანურებიც კი გახსნეს უკრაინის დელეგაციის წევრებმა, იმდენად წარმატებული იყო ეს მოლაპარაკებები. აქ ვიდეო. Yes, completely. Yes, it was successful. We opened the champagne bottle, for this. შეთანხმების მიხედვით, უკრაინა ნატოში უარს ამბობდა გაწევრიანებაზე, არანაირი უცხოური ბაზები არ განთავსდებოდა უკრაინაში, რაც ყველაზე მთავარია ტერიტორიები. დე-ფაქტო ტყირი მირჩებოდა მხოლოდ რუსეთის ფედერაციას, რომელზეც მოლაპარაკებები განახლებოდა 10-15 წლის შემდეგ. მთელი დონბასის რეგიონი, რომელიცაც ეხლა რუსეთი საკუთარ ტერიტორიებად ითხოვს და პრინციპში მიღებული აქვს, რჩებოდა უკრაინის სახელმწიფოს. რითაც ვიღებთ, რომ ეს ნამდვილად იყო ეს კონკრეტული მოლაპარაკებები ჩაშლა ფატალური შეცდომა. და რატო მოხდა ეს ფატალური შეცდომა და რატო დაუშვა ეს უკრაინამ? როგორც ინფორმაციები ვრცელდება, ბორის ჯონსონი, მაშინდელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ჩავიდა ზელენსკისთან და პირობა დაუდო, რომ ბრიტანეთი და მთელი ნატო იქნება უკრაინის გვერდი და იქნებოდა ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. შეგახსენებთ, რომ მაშინ ბაიდენი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. საბოლოო ჯამში ის მივიღეთ, რომ ბაიდენი ძალიან მალე შეიცვალა, აღარ ბორის ჯონსონი აღარ არის პრემიერ-მინისტრი, მოვიდნენ სხვა მთავრობები და დაიწყეს სხვანაირად საუბარი. რეალურად ის დახმარებები, რასაც იღებდა ბაიდენის დროს, იმის შეიძლება ნახევარსაც ვეღარ იღებს უკრაინა დღევანდელ დღეს. საბოლოო ჯამში უწევს ისეთ ხელშეკრულებაზე მოაწეროს ხელი, რომელზეც 20% საკუთარი ტერიტორიებისაც ფაქტობრივად სამუდამოდ თმობს. ამ ხელშეკრულებას დღეს რომ მოაწეროს 27-ში რომ მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ უკრაინა გამარჯვებულია. ასევე უწევს ისეთ ხელშეკრულებაზე წასვლა, სადაც არანაირი უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არ არის. თუ ნატოში ვერ შედის უკრაინა, მაშინ შეუძლებელია ვისაუბროთ რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიებზე. თუ უსაფრთხოების გარანტიების მიცემა შესაძლებელი იყო უკრაინისთვის, ეს დღევანდელ დღეს რატო არ ხორციელდება? თუ ეგ შესაძლებელია. მათ ყველა კარგად ესმის, რომ უკრაინისთვის ეს არის ყველაზე ტრაგიკული დასასრული, როგორც შეიძლება მორჩენილიყო ეს კონფლიქტი. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი.